მზიამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში უკვე 22 დღეა შიმშილობს. ჟურნალისტი დღეს სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა. ადვოკატი კი განმარტავს, რომ მოვალ კვირას მზიამაღლობელისთვის სიღრმისეული კვლევების ჩატარება იგეგმება, თუმცა კონკრეტულად რა სამედიცინო манипуляციებზეა საუბარი, ამას ადვოკატი ხვალ გაიგებს. არ არის გამორიცხული, რომ კვლევები ჟურნალისტს კლინიკაში ჩაუტარდეს. უქმე დღეების გათვალისწინებით უფლებადამცველები დღეს ამაღლობელის მონახულებას ვერ ახერხებენ. ჩვენ დამატებით რა ინფორმაციაც გვაქვს არის ის, რომ გუშინ შეხვდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ასევე გარკვეული კვლევების ჩასატარებლად იქ იყვნენ ექიმები, თუმცა ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია კონკრეტულად ეს გამოკვლევები რა მიმართულებით ჩატარდა და რა გამოვლინდა ამ მკურნალობის და ამ კვლევების შედეგად. დამატებით კიდევ მივმართეთ სახალხო დამცველს უკვე იმ მოთხოვნით, რომ შეიქმნა სპეციალური ჯგუფი ექიმების, რომლებიც მონიტორინგს განახორციელებენ მზიამაღლობელის შემცველობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამ მონიტორინგის ჯგუფში კონკრეტული ექიმები შეიძლება იყოს ჩართული ჩვენი მხრიდან იდენტიფიცირებულნი არიან და ამის თაობაზეც ვაცნობთ სახალხო დამცველს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სახალხო დამცველს მიმართავს უზრუნველყოს სპეციალური სამედიცინო ჯგუფი შექმნა, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მზიამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას. შესაბამისი განცხადება საიამ დღეს გავრცელა. განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ მზიამაღლობელს არ უტარდება ყველა ის აუცილებელი კვლევა და პროცედურა, რომელიც საჭიროა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულფასოვნად შესაფასებლად. მიუხედავად იმისა, რომ 1 თებერვალს შესაბამის უწყებებს მივმართეთ აღნიშნული კვლევების უზრუნველსაყოფად, ამ დრომდე უცნობია რა რეაგირება მოჰყვა ჩვენს მოთხოვნას. ამასთან მზიამაღლობელი უკვე 22 დღეა სრულ შიმშილობაზე იმყოფება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმების რისკს. იმისათვის, რომ მზიამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა სათანადოდ გაკონტროლდეს, აუცილებელია ექიმთა სპეციალური ჯგუფი შექმნა, რომლის პირველადი შემადგენლობა უნდა დაკომპლექტდეს რეანიმატოლოგის, ენდოკრინოლოგისა და მეტაბოლური დაავადებების სპეციალისტებით. საჭიროების შემთხვევაში მათ უნდა შეუერთდნენ ნევროპათოლოგი, კარდიოლოგი და გასტროენტეროლოგი. საია მოუწოდებს სახალხო დამცველს უზრუნველყოს ამ ჯგუფის შექმნა, რათა დროულად იქნეს მიღებული საჭირო სამედიცინო ზომები. სახალხო დამცველს ასევე მიეწოდა იმ ექიმების სია, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ მონიტორინგის პროცესში. ნათქვამია განცხადებაში.